ძვირბაცო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ბატა, ახლა კი დრო დადგა რომ სტუდიაში სტუმარი მოვიწვიოთ. აუცილებლად. და მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს უთხრა რომ ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ადამიანი და ამას საკუთარი თვალითაც ნახავს, უბრალოდ შემოვიდეს და გავიდეს თუნდაც. და არაფერი თქვას. მოდი ბევრი არ გავაგრძელოთ და მსახიობი ბექნუ კაფიარიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი. გადასარევს ფონზე არაჩვეულებრივი მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და უკან ვიხედებოდი მეთქი სხვა არ ახასიათებ. იმე ჩემზეა საუბარი. აი ძალიან მიყვარს თავდაბალი ადამიანები. მაშინ თქვენ ისაუბრეთ მე ეს რაჭული ისე მიყვარს ცოტას ვიცეკვებ დაბალხმაზე. გენაცვალე, კეთილი იყო შენი ფეფი. კეთილი ჩემო. გადაცემაში ყოველთვის სასიამოვნოა როცა ჩემი კოლეგები არიან ხოლმე სტუმრად მსახიობებს გულისხმობ. ხო, ჩემი კოლეგები ცოტა იშვიათად არიან, იმიტომ რომ ინჟინერ პოლიგრაფისტები და ნაკლები. საქართველოში არა ვარ ბევრი. ესე იგი ბექნუ, ჩვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მე და ბექნუს ყავდა ერთი პედაგოგი ვინც ეს ხელოვნება გვასწავლა, რასაც არტისტობა ქვია, მსახიობობა. და ჩემ გიორგი შალუტაშვილს მინდა დიდი მადლობა უთხრა და უთხრა კიდევ რა გინდოდა რატომ დავგრუტე. მეც მოვიკითხო ბატონ გიორგის, პატა ისე დაიწყო. სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მე და ბექნუს ყავდა და რო გაიგზელებია ერთი შეყვარებული და ხოცავდით ერთმანეთს აქ რო გაგზელებული ყვა ბაგაბუგი. შენ დაგავისდა მე რო კარგად გამოვიყურები და დიდი რო ვარ. ხო, აი ამაში და არა მარტო კოლეგები, დიდი ხნის მეგობრები. რა თქმა უნდა, მაგამდე მივდიოდი, მაგრამ ვინ გაცალა? მე არ ვთავრდება გადაცემა, ნუ ერთი წრე დაგვიბატეთ რა. და ძალიან ბედნიერება იყო ჩვენი ჯგუფი იყო პირველი ჯგუფი ბატონი გიორგისთვის და თქვენი ყავით უკვე მერე ხო ხوار ვწდები თუ მესამე იყავით თქვენს მერე და კიდე ერთით მერე კი ბატონო ერთით მერე და მივხვდი რა ასაკის ვარ მე ხო მეც რაღაცა აღარ ჩამორჩები ამ თვალსა და ხელშუა ხოლმე კი ბატონო როგორ ახარ ბექნუ რა შვები აბა გითხარი ნორმალურად ღმერთის წყალობით უკეთესათაც შეიძლება უარესათაც შეიძლება და რა ვიცი ეს ასაკზე რო ახსენე ცოტა რაღაცა რაც ასაკი და წლები ემატება ხოლმე მე მაგალითად ცოტა ღვინოსთან დამოკიდებულებაში მივხვდი რომ ესე მარტივად რო ვეღარ ვესაუბრებით ღვინოს, თორე დანარჩენი ნორმალურად არის. ესე იგი ვეღარ სვავიმდე? არა, რა ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ რომელი ღვინო გირჩევნია? რაჭული ალბათ. არა, ზოგადად ვამბობ, რაჭული ახლა გადასარევი ღვინოებია. ღვინო არა, ისე რა საინტერესოა, მაინც ესე იგი ღვინით დავიწყე. ხო და რომელი და ეხა როგორ შეიძლება ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე და ჩვენ სხვანჩკარაზე არ დავიწყო მაგით, მაგრამ მიყვარს ისეთი ქისი მიყვარს ძალიან, ხიხვე მიყვარს ძალიან. შეგენაცვალე. რახუნა ასეთი არაჩვეულებრივი ღვინოა. შეგენაცვალე. ბაღდათის რაიონ ობჩაში მოდის ჩემო ბატონო. რევაზლაღიძეს აქვს, ვისაც არ უყვარს სოფელი ობჩა, იმისი საქმე გათავდა მორჩა და აი საერთოდ ეხლა გამახსენდა ამ წამს, ესე იგი პირველად ძალიან პატარა ვიყავი, იმაზე რა ქვია, ქვევრთან გავიპარებოდი ხოლმე ჩუმად. იქ მოვწრუპავდი, როდესაც კეიფობდნენ ობჩაში. და კარგად გვარიანად შეზარხოშებული ბრუნდებოდი ხოლმე და ერთხელ ბიძაჩემს და ჩემ ბიძაშვილებს კინაღამ გადაუვარდი მეორე სართულიდან თრალი თავით მივფრინავდი და გადამარჩეს. კი ბატონო. ნუ აგვირდებოდი რა ვთქვი ეს ბავშვი კაცო ნელელა რატო ეშლება ფეხი. ესე იგი მე იმ კიდე თუ დარჩა ვინმე მაგრამ მაინც მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო ვინც არის ის ბექნუ გახლავთ მართლა დიდი ადამიანის პირველ რიგში და დიდი მსახიობის ვაჟი, როგორც გახდათ აცხონოს ღმერთმა ჩემთვის საყვარლესი ბატონი ზურაბ კაფიანი. ძალიან ბედნიერებაა ჩემთვის ჯერ ეს და მე არ ვიცი ხა რა
კითხვა საიდან აი ისეთია თითქოს ტრაფარეტული, მაგრამ ხშირად არის ხოლმე მაგალითად მსახიობის შვილები არ გამოდიან მსახიობები. გნებავთ ჩემი შემთხვევა ავიღოთ. რამ გადაგაწყვეტინა ეს ამბავი? ხო, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვაპირებდი ისა, რა ქვია, წამიყვანა ჩემი პროფესიული განვითარება, მაგრამ ერთი კვირით ადრე გადაწყდა ეს, რომ ეთყობა ქვერთან იჯექი და აქ არ გირაშვილო წამოდი. მოდი აი რაღაცა მეთქი და თან ერთი კვირით ადრე მოვემზადე, მოკლედ ამ ჩაბარებისთვის და ხო, ნუ სკოლა რო დავამთავრეთ, მახსოვს გიგა იყო ლორთქიფანიძე, რექტორი. ჩემ დროსაც გიგა იქნებოდა რექტორი და ზურა და გიგა მეგობრობდნენ, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, რა თქმა უნდა და მახსოვს გიგაო არ დამღუპო და შვილი არ დამიღუპო. ზურა მუთხრა და მე გავიშალე მხრებში რომ არიქა და მეშველა და ნერვიულობა და რაღაცეები. ნაპერწკალს თუ რაღაცას ვერ დაინახავ, არაფრით არ მიიღო, თორე თელ ცხოვრებას დაუღუპაო. აი რაღაცა წაქეზებისთვის, წახალისებისთვის და არავითარ შემთხვევაში არა და რა მართალი, არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ჩემი ხათრით ან რაღაცა რამის გამო, რომ დააღუპავ ბავშვს და მახსოვს მისაღებ გამოცდებზე რო გავედი გიგა და პროფესორები, არაჩვეულებრივი ადამიანები და დამიწყო ერთი ფეხის კანკალი კითხვის დროს, ლექსის კითხვის დროს, სხვათა შორის მეორე ფეხი მესაა, ცახცახებდი თავიდან ბოლომდე და გიგამ გადაულაპარაკა მე გვერდზე მჯდომს რომ ეხაო კაცო ასე რომ ვანერვიულებთ ამ ბავშვს ეს რომ მამამისმა დაინახოს და შემოგვინგრიოს ეს კარები მე სად უნდა გავასწროთო და მომიხსნა შემოგვინგრიოს კარები იყო გამკეთებელი ხო ნუ იმ მდგომარეობაში რო დავენახე ალბათ ნუ შევეცოდებოდი ბოლო ამჟამად ახმეტელის თეატრში მოღვაწეობთ და თამაშობთ მარჯანიშვილის თეატრში რეპეტიციები გვაქვს და ესე სხვადასხვა ახმეტელში ცხოვრობს და მარჯანიშვილში ღამის გასათევი აქ. ო, ტერიტორიულად გააჩნია სად მოხვდები ხოლმე. ცხოვრობდა. ბატონო. გასტროლები ყველასთვის მოდი ვთქვათ ესეთი ჯერ სანუკვარი ამბავია მსახიობებისთვის დღეს განსაკუთრებით რა. ჩვენ როცა მოგვიწია მსახიობობა თორე სოფლიოები აქ ჩემოვლილი ხალხს და ხო იცი პირველად რუსთაველის თეატრში რომ მივედი სად წავედი გასტროლზე იცი პირველად თელავში ჩემთან გამოვაკეთეს დიდი სამბით გასტროლი და ჩავედით თელავში და ერქვა რა გასტროლი შარშარ მორჩი მაგვალების გადახდეს ბანკიდან ხოდა გასტროლებს გასტროლებთან დაკავშირებით ვერ გეტყვი იმიტომ რომ მეც მაშინ ჩემი თეატრი მაგალითად არ მახსოვს ბრაზილიაში თუ სადღაც წავიდნენ და მე კახეთში გავიყავით რა და მე როგორც შენი სპექტაკლი კახეთში მე როგორც თხემით წერფამდე ქართველი და ასე შემდეგ მე გამამწესეს კახეთში და იქიდან ბრაზილია იყო მე მგონი ასე ტელეფონით უქნევდით ხელს ასე რომ ერთქვეშ ბედქვეშა ვართ ლაბაო მე და შენ კი ბატონო მაგრამ შენ მე ვიცი რომ ერთი წელი ცხოვრობდი საქართველოს გარეთ ხო რა ხდებოდა იქ ატარში ყატარი ქალაქ დოჰაში კი და მანდ მომიწია ერთი წელი არა ნაკლები რაღაცა კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ჩემი მეუღლის მიწვევით და იქ რაღაცა და საკმაოდ საინტერესო ქვეყანა ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში მე მომიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა იმიტომ რომ დიდი მე სადაც ვფიქრობ რომ შეიძლება ვიცხოვრო ეს ჩემი სოფელია კი ბატონო ხო და იმიტომაც გიშვებენ კახეთში და თან მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან წინ რა ცუდი პერიოდი დაგთხოვია ხო და ესე იგი ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი მყავს მეგობრები გარშემო უბანში განსაკუთრებით და ყველაზე დილეტანტი მე ვარ და მაინც მე მოვხდი დააწყდათ ჩემ ბიჭებს ნერვები იცი მაინც ვის უყურებ ამ დონეზე არ გიყვარს აი პირიქით მიყვარს მაგრამ აი ვერ ყვევი რა ისე კარგა რა როგორც შეიძლება არ მალაპარაკებენ ფეხბურთზე ძირთად ჩუმავდგევარ ხოლმე და უსმენ ბიჭებს ასე ანუ მე რო პესეჟეში გადავედი არ იცი ეგ ამბავი მართლა გასო არა ამ დონეზე ხო იცი ყვარას როგორ არა რა თქმა უნდა ყვარავ საერთოდ მე და ჩემნაირებს კი არა მთელ ქვეყანას ფეხბურთის ყურება და გულშემატკივრობა დააწყებინა და წარმატებით ბავშვობაში თამაშობდი ფეხბურთს უბანში
სხვათა შორის მე კალათბურთს თამაშობდი და მანდაც დიდი წინააღმდეგობები იყო რა. ერთადერთი მე ვიყავი, რომელიც კალათბურთს თამაშობდა, დანარჩენი ყველა ფეხბურთს თამაშობდა. ვიყავი ეს რაღაცა სპორტულად გარიყული. ამიტომ შენ თამაშობდი ფეხბურთს, როგორ ხელი? ვიპარებოდი აი თურმე რა. ქვერთან. ვიპარებოდი ქვერთან და იქ ვიყავი იქედან გამოსული ფეხბურთის კარგად ვიცოდი, ქვევრიდან. კი ბატონო. კალათბურთის და ნუ ასე. ხო და სანამ მოდი ახლა ეცი და პერიოდი გავიხსენოთ, სიღრმისეულად მივართ ქვევთან და სადღეგრძელოები არის. მომაბრუნა ყატარიდან ტურისტავზე. ჭურის თავზე რომ მომაბრუნე ყატარიდან ვიყავით და მაინტერესებდა მეკითხა ყატარში ნამყოფი არა ვარ მე და ნუ ვიცი მარტო ავიახაზებით რომ კარგი არის და ეგეთი ქვეყანაა თქო თუ არაჩვეულებრივი ქვეყანაა არაჩვეულებრივი ადამიანებით უბრალოდ ჩვენი გადმოსახედიდან ცოტა უცნაური წესები აქვს რა მაგალითად ალკოჰოლთან დამოკიდებულებაში ცოტა კაცრათა ნუ აი პრობლემები აქვს ამ ღვინოს მოკლედ არ ვიცი დარწმუნებული ვარ ამ გადაცემას ჩემი ოჯახის წევრები უყურებენ გიორგიც უყურებს არა ბატონო ეს უბრალოდ მოყვათ ემას თორე მე არ მიფიქრია რომ აი ამ ხაზით განმევითარებინა მივედით მაგამდე და სასმელის დალევა არ შეიძლება ქუჩაში ნასვამის სიარული არ შეიძლება იჭერენ შენ ხარ ჩემი ბატონი სასმლით ხელში არ შეიძლება და ვერ ყიდულობ სასმელს აბა რა უნდა გადაისხა თუ რა მაღაზია ეწერები ერთი კვირით ადრე 5 დღით ერთადერთი მაღაზია მე მგონი მეორე დაუმატებიათ და გეუბნებიან რიცხვს რომ ამ კვირას ამ დღეს მობრძანდით და რაღაცა ლიმიტირებულად გატანე და წამოიღეო იქიდან ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რომ წამოიყოლეო რა საქართველოდან ოღონდ აქციზის გარეშე თუ რაღაც არ ვიცი ხარ ამდენად სწორია რასაც ვამბობ. ნუ წამოიყოლეო, საერთოდ ბოთლებში ჩაასხი და წამოგვიღეო აქ ვერ ყიდულობ და გავავსე ერთი უზარმაზარი ჩემოდანი 35 კილოზე თუ აღარ მახსოვს ლიმიტი რამდენი იყო და 34 კილო და 900 გრამი სასმელი იყო და ერთი პირსახოცი შემოახვიე რა გარშემო რომ რაღაცა ყოფილიყო ტანსაცმელები დამახვედრე თქვენ შემოგივლო განძიმო მაქვს და ჩავედი 2-3 დღე ადვილად გაიტანე აეროპორტში იმასავით რა ესე რო ყრიან ხოლმე ჩემოდნებს რა ამის ცოტა მთხილად შეგეღაცა არა იქ სკოჩებით დახვეული და ნანატრად ჩალაგებული და ბექნო ადვილად გაგატანინეს ჩუმად ადვილად არა უბრალოდ ესე გავაპარე თუ როგორც სიტყვა აუ ესე იგი იქაურებს დალევა უყვართ უბრალოდ შეზღუდა აი ჩვენთან უნდა კახეთში უნდა გახსნა კვირაში ერთი დღე მაღაზია ღვინოსთვის ხო და აი ამ დავიქცევით ქართულად 2-3 დღე ვიქეიფე და მესამე დღე არის თუ არ მერევა და გამეღვიძა ესე იგი ეს ქართულას ნაკეიფარი თან ის დღეები არაფერი საქმე არ არის და ნუ აი აბსოლუტურად უძლური რო ხარ და აი სული მიჭირავს ხელით ესე ვარ ჩამოკიდებული და რომ გონია რომ მაღაზიაში ჩავირბენ და უცბად რაღაცა და მეტი არა ჩემტერი ერთ კვირაში მობრძანდით და გაგატანთ სასმელს ერთი კვირა თქვენ აი დედმამიშო არ და მე სასტუმროში 20 გრამი რაღაცა ამხელა ის დაახლოებით ლარობაზე 100-120 ლარი გამოდის და ამისხით მე დააფასე ხო? და მე მივხვდი რომ ჩემი ადგილი დოჰაში არ არის. კაი ბატონო. დაუბრუნდი ჩემს სამშობლოში. ვიცოდი ეგ მე ყატარში მივდივარ საბუთების შეგროვება დავიწყი აგერაღლა მითხრა ერთი ბოთლი დასალე ვიყიდო და ველოდები ახლა მუნიციპალიტეტიდან ცნობას. ახლა იდეა გამიშთა. თუ ხარ ყატარში საძმაკაცო უნდა შეიკრიბოთ ყველამ დაწეროთ იმ მაღაზიაზე და ყველამ თქვენი ლიმიტი გამოიტანოთ რომ მოგროდ. ანუ რაღაც დაბადების დღეს ქორწილებს არის სასმლის გარეშეა ეს ყველაფერი. გურმანები არიან უფრო. და სასმელი მათ რელიგიურ მრწამში თუ არ მეშლება არ ჯდება. ბოდიში მომითხოვე, ხო არ ჯდება. და ჩვენთვის ხო ჯდება? მაგრად. ხო და შიქ ჩასმული ხო იცი ლექსები როგორ არის სკოლაზე მინდოდა რა მე თქვა რაღაცა ისტორიები მაინც ჩვენი საერთოდ როგორი მოსწავლე იყავი დავიწყოთ აქედან ნუ სკოლის პერიოდი ახლა ისეთი კარგი პერიოდი იყო ისეთი არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ქვეყანას ულხინდა დავდიოდით დისნეილენდში მოლებში გასართობს სივრცეში დენი არ იყო პური არ იყო საჭმელი არ იყო სასმელი არ იყო აი
რა უნდა მოყვე ახლა სიცილით დახეული ფეხსაცმელები დავდიოდი კი არა ეხლა მიუხედავად იმისა რომ ზურა იყო ბაბა კაფეინზე მატერიალურად და სიმდიდრით თუ ასე შემდეგ თუ რაღაცა ნუ ყველამ კარგად იცის ეხლა ზურას დიდარი იყო იმით რომ მთელ ქვეყანას უყვარდა და მთელი ქვეყანა იყო ზედ მიჭირდა ხოლმე ზურაზე ლაპარაკობ უბრალოდ რას დრო გადის უფრო მიადვილდება რა და შესაბამისად ეხლა არც ისე ფეხსაცმელებზე იმხელა ნახრეტი მქონდა ერთხელ სიმწრით მახსოვს იმხელა ნახრეტი მქონდა ფეხსაცმელზე სწორად ვადგამდი ხო არის როდესაც დადიხარ ფეხს უკან წევ რა და უკნიდან მომყოლს რო არ დაენახა აი ესე დავდიოდი ან ზამოყინული თუ იყო მივსრიალებდი ხოლმე და რაღაცა ვამართლებდი ასე მაგრამ ბედნიერი უდარდელი მაინც იმიტომ რომ რაღაცა ყველა ერთ სივრცეში ვიყავით და რაღაცებს იოლად უყურებდით და ბავშვობა იყო. როცა შუქი არ არის და კერასინკის სული რო დგას სახში, რა თქმა ფითილები ყოველი ფეხის ნაბიჯზე რო იყიდე. ხო, დილა ზოგი რო ნერვიულობს, დილას რო დგები რა ჩავიცვა. ერთი გაგჩასაცმელი უნდა ჩაიცვა და საფიქრალი აღარა. ხურდაფულს რო დაადგავდი ფეხს ცნობდი ასე იყო თუ ის არის კომპიუტერები იყო ახალი გამოსული ეხა გამახსენდა მაგაზე. ისე ცოტა იმისკენ თითო დღით ერთმანეთს უთხოვნიდით და ჩემი ჯერი მოვიდა ბედნიერი მაერიო სახლში მარიო დენდი და სუბორი იყო ეს და ეს მარიოს კასეტა სხვადასხვა თამაშებიც იყო ტანკები და რაღაც სიხარულით წამოვიდა სახლში და ერთი კვირა ვერ მოვიტანე დამხოცა მთელმა კლასმა კინაღამ სად არის კომპიუტერი შუქი არ იყო ხონდა 1 საათი მაინც ხონდა მეთამაშე აი ესეთი მხიარული და ესეთი ლაღი პოკერებში რო წაგიყვანა ბატონმა ზურამ როგორ იყო ეგ ამბავი ბატონმა ზურაბმა კი არ გამწამიყვანა პოკერებში ეს საოცარი ამბავი სკოლაში მოვიდა ხო სკოლაში მოვიდა ზურა ესე როგორც მშობელი შვილთან და დირექტორი ლიანა შეწირული გახლდათ ყველაზე დიდი პირველი სკოლის დირექტორი ყველაზე დიდი ხნის და ისეთი ძალიან ძლიერი ყველაზე დიდხანს ვინც იყო ისტორიაში როგორც მახსოვს დირექტორი ისეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ და ჩამოიარა მასწავლებლები დირექტორი აბა როგორ ბექნო როგორ იქცევა როგორი მოსწავლეაო ზურაო გაგუაგიჟაო ნუ საერთოდ რა გაგისაგნებსაც უნდაო სწავლობსო რა საგნებსაც უნდაო არ სწავლობსო მეოთხე გაკვეთილის მერე საერთოდ ვერ ხვდება კლასში რატო უნდა გაჩერდესო და ესე ვართ ამ დღეში გაწამებულები პედაგოგიდან დაწყებული ჩემით დამთავრებულიო მაგრამ რაღაცა მარილიც ხომ უნდა მოიყარ მაგრამ ვაშკაცი ბიჭი ისდება აი ვაშკაცი რასაც ვერ დაუკარგო და გავარდ გარეთ მე და ჩემი კლასელები ვართ ჩემი კლასელებიც ნერვიულობდნენ ჩემს გამო რაღაცა ესე გაფითრებული უყურებ გამოდის ზურა დაბღვერილი მომკიდა ხელი წამოყვა და მეთქი ახლა გამასწორებს მიწესთან მასე გააგრძელე შულო თორე ყოფას გიტი ის მოეწონა ბოლოს არა ვაშკაცი რამოდენიმე საგანი და ბოლო ორი გაკვეთილი ამ თავისებური იყო ხო ერთხელაც გამოხო და ერთხელ მამა მეთქი შუა კლასებში ვარ ეგრე დაახლოებით არც მაღალ კლასში არც აი შუა კლასებში და რაღაცას ერთ ადგილს მივაგენი და მამა მეთქი აღფრთოვანებული ერთხელ საოცარ ადგილს მივაგენი მეთქი ფული მინდა და წამოდი წაგიყვანო განახო რა არის მეთქი და ლაღიძის გვერდზე სადღაც კუთხეში იქ ასახოვთან გაიხსნა კაცო როგორ მოკოდა ჩემში აზარტი რა საერთოდ და მათ შორის სპორტული აზარტიც იმიტომ დაიბადე ფეხბურთთან მიმართებაში და ასე შემდეგ ფეხბურთთან და მოვკიდე კი შვილო წამოდი ესე ამ გაგახარა მამა და რაღაცა და არიქა და შეგენაცვალე შვილო და სად უნდა წამიყვანო და სადაც არ მიგუსურება და რაღაცა და მოკლედ რაღაცა დაწესებულება იყო ესეთი სივრცე გახსნილი სადაც იყო პოკერები რო არის აპარატი რაღაცა ესეთი მისი წინაპარი წინამორბედი რაღაცა ფული უნდა ჩაგეგდო შიგნით რაღაცები დატრიალდებოდა ერთნაირები და გიყრიდა მერე ფულებს რა და ამით აღვთოვანდი ეხა სკოლის მოსწავლე თან შუა კლასებში და თან ის პერიოდი რომ კაციშვილი არ ეკითხება რა ასაკის არის ვინაერ არის ოღონდ ვინმე რამე ჩააგდო და შევიყვანე ზურა ეხლაც მახსოვს იქ ადამიანების გაკურებული სახეები ზურა რო დაინახეს ეს მოსახურე პერსონალი მობრძანდით ბატონო ზურა და აქ რამ შეგაწოშა ბატონო ზურა და გამარჯობა აგერ ბატონო და არიქა და რაღაცა და გამოვართვი ეს ფული თუ რაღაცა და შევაცურე თუ როგორც წვიანი და დავარტყი დატრია
ესე იგი აი ცუდი მოპყრობა რომ აი კაცას თუ ძაღლს აი ამაში რომ ჩაავლებენ ხოლმე ქეჩოში ხელს რა და აი მასავით რომ მოიფრია აი ეგრე თან ვერ მივხვდი რა უნდოდა რას მერჩო მე დიდი ხანი მომიწია გაანალიზება რომ რა დავაშავე და მაგის შემდეგ ესე იგი მსგავსი აზარტთან დაკავშირებით მოისპო ჩემი ცხოვრების გაუხერხულად ჩავარდებოდა რა ხო ერთი იცი რა მითხარი მამას ისტორია არისო ეგეთი შარვალთან დაკავშირებით ხო ეს გამყიდეს ახლა ბევრ რაღაცას ვიხსენეთ ეს არ ვიცი რამდენად მოსაყოლი ისტორია მაგრამ როგორ არ არის ყველაფერი არის ზურა იყო ახლა ყველასთვის ზურა იყო კაფიანიძე რაღაცა ის ბის რაღაცა ესეთებს მოკლედ ამოჩემები ქონდა რა ტანსაცმელთან დაკავშირებით რაშიც კარგად გრძნობდა თავს სუფთაც მოწესრიგებლად რაღაცა მაგრამ შეიძლება წლებით ბრენდებს და ეტიკეტებს ნუ არ უხურებდა ხო ნუ მოკლედ რაღაცა შარვალი აქვს ეს იგი შარვალი მოეწონა სპორტული შარვალი ჩაცმული რო არა გაქვს უკვე მუხლები რო ხვევით რეზინით რო არის მოჭერილი მოეწონა ნუ მოკლედ დადის მაგრამ ვინ უყურებს შარვალზე თვალებში შეცის ზურა და შენგენაც ზურა ის და ეხა მამა ის ატერი რა კარგი რაღაცები შეგიძლ რაღაცა ამას არ იღებს გამორიცხული და მეთქი რაღაცა ხერხს მოვძებნი რა ხერხს მივაგნებ რომ მეთქი უარს არ მეტყვის მაჩუქე მეთქი და ერთხელაც ძალიან სერიოზული მოვიდა მამა მაჩუქე მეთქი ეს შარვალი რადგინდა ჯერ დიდი გექნება არა მეთქი სახში სპორტული შარვალი არა მოკლედ და მეთქი მომცემს და შეიძლება აღარ იქნება და სხვა შეიცნო და დამაკვირდა და მეც გაუსწორე თვალი რაც ცალი და აიო შვილო მოგცემ მაგრამ მეორე დევსო დაკეცილიო კარადაშიო ეგერ და ის გადმოიხო არა არ მინდა ორივე უყურე რამდენი გაგნაკი მაგის შამსმელი მე არ ვიცი ალბათ თარო იყო იქ ძალიან კარგია ესე იგი იყო ხო თავისებური ადამიანი ნამდვილად იყო ხო ზურას რაც შეეხება რა თქმა უნდა ხასე ძალიან თბილი იყო მიუხედავად თავისი სიმკაცრისა ძალიან ტკიო და ძალიან განიცდიდა ქვეყნის ცუდს ძალიან უხარო და კარგი და ასე შემდეგ და ძალიან თბილი იყო მიუხედავად ამ ყველაფრისა და იუმორით სავსე ჯერ ახლა ეს ლექსი მისი ეს ცნობილი ლექსი რა აი ყველა ალბათ სანამ იარსებებს ის თაობა ვინც ზურას ასე ვთქვათ ყოფითობაში იცნობდა და იყო აი არ მგონია რომ ვინმე მაიღოს თავის თავს იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ისე მოიგოთ მისია რა თავიდან ბოლომდე ისე მაგრად ხო არ წაიკითხავდი ვერა ორი ადამიანი იყო ნამდვილად მე ვიცნობდი ბატონ ზურა ძალიან კარგად და ქონდა პატივი მასთან ერთად სუფრაზეც რამდენჯერმე და ისე თან ისე ვიწრო საზოგადოებასთან ერთად სადაც ხო ისე განსაკუთრებულად და ძალიან დიდი სიყვარული და თბილი ადამიანი იყო ნამდვილად და დაგეთ ბატონ და ლექსი მსახიობები ერიდებიან ხოლმე ერთმანეთის საკითხულ ლექს კოლეგიალური თვალსაზრისით და ეხლა მე როზურას ლექსი წავიკითხოთ არის ხარ ხო გიყვარს პოეზია რა თქმა უნდა მაშინ მოდი შენ რაც გინდა ის წავიკითხე კი ბატონო რაჭასთან დაუბრუნდები მაშინ ეს ნუ ხა რაჭველი რო ხარ ეგ ის ფაქტიც არის რომ დიდი ხანია გზაში ხარ ძლივს მოხვედი ამ გადაცემამდე ნუ 3 თვის უკან დაუპატიჟეთ კარგი 360 კილომეტრია დაახლოებით სულ რაღაც კი ბატონო რა შეგუსულა გისმენთ ასეთი გვალვები არ ახსოვს რაჭასო გლეხს წამოეწია სხვა გლეხი ჯორს ცხენით ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო მიუგო ჯოროსანს ქვეითმა მოწყენით იყო საუბარი როგორც სამძიმარი აგვისტო ვენახს და იონჯას ხარშავდა არათუ საწვიმარი ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა მაგრამ მე საკუთარ ფიქრებში გასროლილს გვალვა და აგვისტო არ მქონდა საწუხარი მქონდა სიხარული მოგება სხვათა შორის გლეხისგან სტრიქონი მქონდა ნაჩუქარი ვთქვი ლებანიძეა ეს გლეხი ბესია
თქვიამ დალოცვილ და კურთხეულ მთაველად რამდენი ჰომერია, რამდენი ბერნსია და კიდევ რამდენი ვაჟა ფშაველა თქვი რაჭას კი არა წელს ქართლში ცხვატია და მაინც ხომ ცხოვრობთ ტრის თვალით დაყენებით ღვთის ხელი ურევია ჩვენს ნიჭში ცხადია გლეხკაცი აზროვნებს პოეტის სახებით იყო პოეზიის მინდორები გასათიბი ცაიყო კარიალა მზე მინდორებს ფარჩავდა ჩიბუხში ჩასადები ღორობელი არ ჩანდა. ჩემო ბექნუ დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ მოიცალე ძალიან დიდი მადლობა იცი რა წარმატება მინდა გისურვო ჩვენ საქმეში და ესე მინდა ეს რაღაცნაირად ეს შენი ბლოკი ესე დავამთავრო რომ რაც შენ გულს ახლა ესალბუნება აი ბიჭები შემოგთავაზებენ და აი ამ სიმღერით პატარა ნაწყვეტით რომ იცი აი რამდენი ხანი მაგაკრო მარტო ლექსით ვერ ხო ლექსი წავიკითხე ესე იგი სიმღერა უნდა ვიმღერო ერთი პატარა მონოსპექტაკლი ყველაფერი ესე იგი ამდენამეს ვაკეთებ და ესე რა ქვია ჰონორარი იქნება ჰონორარი არის ის დავიწყეთ საუბარი ისა რა ქვია მეორე განყოფილება აქ მივდიოდი მაინც ჰონორარი იქნება ღვინით ნატური აგაშენად ღმერთმა აბა დაუკრა აბა კარგი ხარ ჩიხავის ჭიდილი ლუდის სამა ცეცხალაზე შიშახინი მაწავადისა არამონა შეაცე გავებული კარგი ხარ თითე ბითუშის ხალისა არამონაზე აცე გავებული თითე ბითუშის ხალისა აი მამათაზე დაბრუნები ბდობენ არ ხალიანო არაშამა